მე ვფიქრობ, რომ პროცესი მიდის ძალიან ლოგიკურად და კარგად. წნეხი ქვეყნის შიგნიდანაც და ქვეყნის გარედანაც ძლიერდება. მე მგონი უკვე ყველასათვის ცხადი უნდა გახდეს, რომ ეს ადამიანები, ქართველი ხალხი და მათი მეგობრები საზღვარგარეთ არავინ არ აპირებს დანებებას. პაპუაშვილს ტყუილად აქვს იმედი, რომ ხალხი დაიღლება, ხალხს მობეზრდება პროტესტი და წავა სახლში. ყველა კარგად იაზრებს, რომ ეს არის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი ბრძოლა. პოლიტიკური კრიზისი გადადის უკვე ეკონომიკურ კრიზისში, ამაზე საუბრობენ განსაკუთრებით პატარა ბიზნესები, მათზე უკვე ეს ყველაფერი აისახება. და თუ საქართველო რჩება და ხდება უფრო მეტად ავტორიტარული ვიდრე არის და თუ საქართველო ირჩევს რუსეთის და ბელორუსის გზას, მაშინ არც ინვესტიციებს უნდა ამ ქვეყანაში შემოსვლა, მაშინ ის ნაკლებ მიმზიდველი და ნაკლებ საინტერესოა ტურისტისთვისაც და უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს ემიგრაციაზე. ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრის ფუფუნება არ გვაქვს, არ შეგვიძლია, ასე ვერ გადავრჩებით, მართლა არ გვაქვს უკან დასახევი, უბრალოდ არ არსებობს უკან დასახევი გზა, ამიტომ ჩვენ ასე ბეჯითად და მშვიდობიანად ვაგრძელებთ პროტესტს და ვეძებთ პროტესტის ახალ შინაარსებს და ახალ ფორმებს და მათ შორის ეს გაფიცვა, რომელიც დაანონსდა და 15 იანვარს 15 საათზე 3 საათიანი საყოველთაო გაფიცვა. ჩვენც დავაანონსოთ და ხშირად გავიმეორებთ. აუცილებლად დაიწყება ახლა უფრო კამპანიური ხასიათი მიეცემა ამ ყველაფერს. ნენელა ეკონომისტების, ბიზნეს წარმომადგენლებიც ცხადია დაიწყებენ ამაზე საუბარს, მათ შორის მედიებით, ეთერებით და ჩვენ გვინდა ეს გამაფრთხილებელი გაფიცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ აი როგორი უნდა იყოს ეს გაფიცვა? გაჩერდება საწარმოები, აი მაგალითად შეიძლება რომ გაჩერდეს, რა ვიცი, ღვინის ქარხანა რომელიმე? ჩვენ გვინდა რომ ხილული გახდეს, რას ნიშნავს ქვეყანა, რომელიც არის იზოლაციაში. როგორია ეკონომიკა, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს, აღარ შემოდის ინვესტიციები, სადაც ხარებას და გაურკვეველი ადამიანების ბანდები დარბიან და შერბიან შენობებში და საიდანაც გადის საერთაშორისო ბრენდები და ასე შემდეგ და მხოლოდ 10 ადამიანი ეპატრონება ყველას ბიზნესს და ხდება ბიზნესების წართმევა და იკეტება უამრავი ობიექტი. ამისი ილუსტრაცია გვინდა შექმნათ და ამის გაკეთება შეუძლიათ იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ სერვისში, მაგალითად, აფთიაქებში, მაღაზიებში, ბენზინგასამართ სადგურებში, კაფეებსა და რესტორნებში, ყველგან სადაც მომსახურება გაიწევა, უნდა 3 საათით ამ ადამიანებმა დაკეტონ თავისი ოფისების, თავისი ობიექტების კარები და ჩვენ მოუწოდებთ, რომ თუ აქვთ ფიზიკური შესაძლებლობა გარეთ გამოვიდნენ და დადგნენ გარეთ და თქვან, რომ იფიცებიან. ამით უკვე ყველა ადამიანი, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური გემოვნების მატარებელია და ვისი მხარდამჭერია, იგრძნობს და დაინახავს, როგორი საშიში შეიძლება იყოს მომავალი, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ბელორუსში და რუსეთში მაკდონალდსიც კი არ არის, სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ. და სერვისის ხარისხი, თუ პატარა ბიზნესები მოკვდა, თუ დიდი ბიზნესები წაერთვა მათ ნამდვილ მეპატრონეებს, მომავალი იქნება ესეთი სავალალო და გვინდა ეს სურათი ჩანდეს და ყველასათვის იყოს ხილული და ეს იყოს გამაფრთხილებული. კი ბატონო.